მოგესალმებით მეგობრებო. ამას წინათ ჩემმა ერთმა მეგობარმა მითხრა: "ოუშ, როგორ ვერ ვიტან ტრამპს?" ვეუბნები, რატო ვერ იტან? ერთი მიზეზი მითხარი. იფიქრა და მეუბნება, ნერვებს მიშლის მაგისიო თმის ვარცხილობა და სახის ფერიო. სხვა ვერაფერი ვერ მოუძებნა დონალდ ტრამპს რომ გააკრიტიკოს და ბევრი ასია სხვათა შორის. ჩემს გარშემო ძალიან ბევრი ტრამპეიტერია, საქართველოს დუხს ტრამპეიტერებით, მაგრამ მე თქვენ გირჩევთ ერთ რამეს, თქვენ შეგიძლიათ იყო ტრამპეიტერი და ეს თქვენი უფლება, მაგრამ შეეცადეთ რომ საჯაროდ ნაკლებად გამოხატოთ ეს თქვენი ზიზღი, იმიტომ რომ ამერიკის დაზვერვა კითხულობს აბსოლუტურად ყველა ადამიანის Facebook-ის, ეხლა AI-ის პირობებში რა უნდა ამას, Facebook-ის პოსტებს და სტატისტიკურად აჯამებს, რომ საქართველოში არიან ძირითადად ადამიანები, ვისაც არ უნდა ამერიკის დახმარება, ანუ ტრამპის. ძალიან ბევრს ირანის გამო დაწყდა გული და სულ გამოცდის ქვეშ არის დონალდ ტრამპი, რომ აი ეხლა აბა ამას თუ გააკეთებს შემიყვარდება. აბა ამას თუ გააკეთებს შემიყვარდება. აი ხა ირანთან რომ ვერ მოასწრეს ისი გაკეთებაც უნდათ, იმიტომ რომ მზად არისო სამხედრო მანქანა ამ ყველაფრისთვის. ეხლა ხომ მზად არის. აბა დაელოდეთ რა იქნება და როგორ იქნება. ძალიან ბევრმა კიდევ გრენლანდია გაიტანეთ გრენლანდიას გამოდაწყო. რა სერჩის საწყლა გრენლანდიას? რა შენი საქმეა? რა სერჩის კი არა სიხარულით ჩააბარეს გრენლანდია ბატონ ტრამპს. და რაც ყველაზე მთავარია, ეს არის გაეროს დაშლა, გაერო რომელიც სულ ტყუილად არსებობდა 1945 წლიდან. ერთი ომი არ შეუჩერებია, ერთი კონფლიქტი არ გადაუწყვეტია გაეროს და იყო მხოლოდ ფულის კეთების მანქანა. მშვიდობის საბჭო, რომლის ავტორიც არის ვიტკოვ კუშნერ რუბიო და რა თქმა უნდა დონალდ ტრამპიც. ეს არის კონფლიქტების მოგვარება მსოფლიოს გარშემო, მშვიდობის უზრუნველყოფა მსოფლიოს გარშემო და ინფრასტრუქტურული და ეკონომიური დახმარება დაზარალებული ზონებისთვის. მეგობრებო, ეს არის გრანდიოზული, ეს არის დედამიწის გადარჩენა, ეს არის ავადმყოფი დედამიწის მორჩენა. ეს არის ყველაზე დიდი რამ, რაც შეიძლება და გაკეთებულიყო აი ბოლო 100 წლის განმავლობაში. არავითარი ომები არსად, მშვიდობა დედამიწაზე, მშვიდობა ყოველთა. დიახ, ტრამპი აღადგენს მსოფლიო წესრიგს, ადგენს თავის მსოფლიო წესრიგს, დედამიწა სჭირდება მკურნალობა და ასე დამდაგვარად ექიმად გვევლინება დედამიწისა ეს კაცი. ასე რომ დააფასეთ რასაც აკეთებს და ილოცეთ დონალდ ტრამპზე. აქ ვიღაცებმა ისე, ვაიმე ნატოს შლის, რატო შლის? ნატოს კი არ შლის, ნატოს ეუბნება 80%, მე ამერიკა გაფინანსებ შენ. ეხა შენ თვითონ მიხედე შენ თავს. დაიფინანსე თავი. შენ ქვეყნებო, რომლებიც ეხმარებით დღემდე ჩინეთს, რუსეთს და ირანს რო გაძლიერდეს. თქვენი თავი გააძლიერეთ. მშვიდობის საბჭოში ყველა ქვეყანა მოიწვიეს ჩვენი ბედკრული საქართველოს გარდა. ალიევი აცხადებს, რომ მალე ტვირთები, რომელიც გადის საქართველოსთან გადის ამერიკული ტვირთები, ეხლაც რა თქმა უნდა, გაივლის სასომხეთით. ანუ ჩვენ საერთოდ მიჩქმალულები ვართ. იცით რა სიბრალია? იმის ბრალი არის, რომ ანალიტიკურად ხედავენ, რომ ხალხს არ უნდა ამერიკა, ხალხს არ უნდა ამერიკის დახმარება, ხალხს ურჩევნია იმ წყნარში ყოფნა, რამ წყნარშიც გვამყოფებს ბიძინა ივანიშვილი. რას ფიქრობთ? გინდათ ამ წყნარში ყოფნა? იყავით. მე კი უშველი თავს, მაგრამ დანარჩენებმა რა უნდა ქნათ? მოკლედ იფიქრეთ რა, იფიქრეთ, ჩემო მეგობრებო, იფიქრეთ. ამასობაში ოპოზიციონერები ნელა გამოდიან ციხიდან. რაღაცას ნიშნავს ეს, რაღაცას. არ ვიცი უყდრას.